განვაგრძოთ სამედიცინო თემით ჩვენი გადაცემა. ქირურგიის ეროვნული ცენტრი როგორც ყოველთვის ახლაც თანამედროვე სტანდარტებს ასე ვთქვათ მიყვება და ყველა ის მიღწევა, რომელიც სოფლიოში და ევროპაშია, რა თქმა უნდა, ინერგება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ეს უკვე ტრადიციად იქცა. დღესაც სიახლეებით არიან ჩვენთან მოსული და დღეს ჩვენი სტუმრები არიან კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლალი ივანიშვილი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის კლინიკური ონკოლოგი თამარ ჯაფარიძე. მოგესალმებით, ქალბატონო ლალი, ქალბატონო თამარ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. და დავიწყოთ აბა რა სიახლეებით მოხვედით ქალბატონო ლალი ბათუმში ონკოლოგიური განყოფილების გახსნა რას ნიშნავს რეგიონისთვის მოგესალმებით მივესალმები იმედის მაყურებელს დიდი მადლობა მოწვევისთვის განსაკუთრებით აჭარაში რა თქმა უნდა და გურიის მიმდებარე რეგიონებს იმიტომ რომ ამ ტერიტორიის პაციენტების სტუმრობენ ხოლმე ჩვენ კლინიკაში სიახლე გვაქვს ნამდვილად ბათუმის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გავხსენით კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება ეს არ არის ჩვეულებრივი განყოფილება მინდა აღვნიშნო ვინაიდან მას აქვს როგორც ამბულატორიული ისე სტაციონარული პაციენტების მომსახურების საშუალება. მოგეხსენებათ ქირურგიის ეროვნული ცენტრის განსაკუთრებული ნიშა არის ონკოლოგიური მიმართულება და თბილისში ჩვენს ძირითად კლინიკაში ყველა სერვისია ონკოპაციენტებისთვის დაწყებული დიაგნოსტიკიდან დასრულებული საბოლოოდ სტაციონარული მკურნალობით, მათ შორის ხიური თერაპიით და რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ყველა სიახლე საშუალება ჩვენი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ადგილზე, მათი ოჯახის გვერდით, ვინაიდან რა თქმა უნდა ოჯახიდან მოწყვეტა პაციენტისთვის უკავშირდება როგორც ემოციურ, ფსიქოლოგიურ ფაქტორს, ასევე ფინანსურ საკითხს და რა თქმა უნდა ადგილზე მივაწვით ამ ყველაფერს. დღეს როგორც თქვით, ჩემთან ერთად სტუმრად არის თამარ ჯაფარიძე, რომელიც გახლავთ ბათუმის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ვიტყოდი რომ ნამდვილად გაუმართლა აჭარის მოსახლეობას, ასევე როგორც თქვი გურიის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას, ვინაიდან თამარმა მიიღო გადაწყვეტილება დაუბრუნდეს თავის მშობლიურ რეგიონს. ცალკე ამბავია, დიდი ამბავია კი ბატონო. ამ დრომდე ის მოღვაწეობდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკურ ონკოლოგად 8 წლის მანძილზე და ნამდვილად გამოცილი სპეციალისტია და თბილისიდან მიწვეული ექიმები საერთოდ ძალიან მოსწონთ ბათუმში და ადგილზე თამარი მუდმივად მათთან ერთად იქნება. ახლა ანუ როგორ არის აღჭურვილი თქვენი განყოფილება სერვისების შესახებ და ზოგადად რომ კიდევ ერთხელ მუთხრათ მოსახლეობას რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვა. სხვათა შორის ერთ რამეს დავამატებდი ამ კითხვას, იმიტომ რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია სერვისებთან დაკავშირებით და აპარატურა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად საზოგადოებაში არის ესეთი დამოკიდებულება, რომ აი რეგიონალურ ფილიალებში აი რამდენად არის ზუსტად იგივე აპარატურა რა ცენტრში ან რამდენად გადამზადებულები არიან ექიმები, ამიტომ ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. მოგესალმებით, მადლობა მოგხსენებთ და ძალიან საინტერესო კითხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტებისთვის, როგორც ქალბატონმა ლალიმ აღნიშნა, ხელმისაწვდომობა და ადგილზე როცა ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ეს არის ჩვენი პაციენტებისთვის გადამწყვეტი. თან აქ უნდა აღვნიშნოთ აჭარის ჩანდაცვის მხარდაჭერაც, ვინაიდან და რადგანაც პრაქტიკულად სრულად დაფინანსებს მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებს, როგორც არის ციფრული PET-CT, 3 ტესლა MRI, თან ჩვენ ახლა ახალი სიახლე გვაქვს MRT-სთან დაკავშირებით და 3 ტესლა MRT ეს არის პაციენტებისთვის დიაგნოსტიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. როგორც უკვე გითხარით, ჩვენს კლინიკაში მომსახურება არის როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული, ასევე ანტისიმსივნურ თერაპიასთან ასოცირებული გართულებების მართვა. რეალურად პაციენტებისთვის უკვე აღარ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც მიმართოს თუნდაც დედაქალაქს, თუნდაც მეზობლად ხშირად დადიან ჩვენი პაციენტები თურქეთში, რეალურად თავაზობთ ყველა მომსახურებას, რაც მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტებისათვის. პერსონალიზებული მკურნალობა რას ნიშნავს, რომ მოგვიყვეთ? დიახ, პერსონალიზებული მკურნალობა ეს არის თანამედროვე ონკოლოგიის უკვე საწინდარი. აი თუ კი გადავხედავთ ბოლო 20 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა ონკოლოგიური მკურნალობა, აი ადრე იყო მხოლოდ ქიმიოთერაპია, როგორც კი გავიგებდით, რომ ან პაციენტს დაისვა სიმსივნის დიაგნოზი, ეხლა გვაქვს თანამედროვე მიდგომა, როგორც არის თარგეტული თერაპია, სამიზნე თერაპია, იმუნოთერაპია, ანუ მიზანმიმართული მკურნალობა კონკრეტული პაციენტის ბიოლოგიურ მახასიათებლებზე. ვაკეთებთ მოლეკულურ გენეტიკურ კვლევებს და სწორედ ამის შესაბამისად ენიშნება თითოეულ პაციენტს მკურნალობა. აი მაგალითად რო ვთქვათ, ხო, ფილტვის კი ბოქს პაციენტს. ანუ ერთი და ყველა პაციენტს აქვს თავისი ინდივიდუალური სიმსივნე. ერთ ადამიანს თუ უნიშნავ ამ მედიკამენტს, მეორე ადამიანთან ის მედიკამენტი
არგუმენტი არ ანუ ერთი მუშაობს. საერთო პროგრამა არ არის. ერთი საერთო პროგრამა არ არის. ჩვენ რა თქმა უნდა საერთაშორისო რეკომენდაციებით მოწოდებული, ასე ვთქვათ, გაიდლაინებს ვითვალისწინებთ და მივყვებით სწორედ ამ საერთაშორისო რეკომენდაციებს და პაციენტს თავაზობთ ამ მოლეკულურ გენეტიკურ კვლევებს, რაც არის თანამედროვე ონკოლოგიის საწინდარი. თქვენ აღნიშნეთ, რომ სრულად უფასო არის ეს მომსახურება. კონკრეტულად ვისთვის არის უფასო რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის აჭარის ჯანდაცვის მხარდაჭერით, დიაგნოსტიკის კუთხით, დაავადების მიმდინარეობის პროცესში დინამიკის შეფასებისთვის რეალურად მთელი სხეულის PET-CT პრაქტიკულად სრულად ფინანსდება და მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, ასევე მოლეკულურ გენეტიკური კვლევები. ანუ ეს არ არის მხოლოდ მაგალითად პენსიონერებისთვის არა, ეს არის უშუალოდ დიაგნოსტირებული ონკოლოგიური პაციენტებისთვის, აი ესეთი ეფექტური რამ ჩვენი მოსახლეობისთვის არის ნამდვილად პრობლემა, რაც არ ხდება სხვა რეგიონში. ხოლო დაჭერაში აჭარა განსაკუთრებულია ყველა რეგიონში არ არის სამწუხაროდ ასე კი. ყველა რეგიონში არ არის, იმიტომ რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ნამდვილად ბევრი რამ ფინანსდება, მაგრამ აჭარის ჯანდაცვა კიდევ დამატებით აფინანსებს აი ამ დიაგნოსტიკას უმაღლეს სტანდარტებს. უბრალოდ აჭარის მოსახლე თუ არ არის, აი ქალბატონმა ლაიმ ძანა რომ გურიდანაც ჩამოდიან ჩვენთანო პაციენტები, ანუ ამ პაციენტებისთვის არ იქნება დაფინანსება? დაფინანსება არა, ამ პაციენტებისთვის არა, ქალბატონო. გურიის მოსახლეობისთვის ჩვეულები, როგორც საქართველოს ყველა მოსახლეობისთვის, ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც რაც არის. დიახ, აფინანსებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კვლევებს, მათ შორის მკურნალობასაც, მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, რომელსაც ისინი იღებენ სხვადასხვა საფთიაქო ქსელში, მაგრამ აჭარის ჯანდაცვას აქვს დამატებით კიდევ საშუალება დიაგნოსტიკის ადრეულ ეტაპზე, როდესაც შეიძლება ჯერ კიდევ არ აქვს მინიჭებული პაციენტს ონკოდიაგნოზი. ანუ სკრინინგს გულისხმობთ. სკრინინგი საქართველოში არის თბილისის მერის დაფინანსების რეგიონული სკრინინგი. არა, ეს სკრინინგის გარეშეც არის, აი რადიოლოგიური, ვთქვათ, რაღაც კვლევა. ნუ ჯერ არ არის ონკოპაციენტი, მაგრამ ჭირდება სავარაუდო ფილტრების კომპიუტერული ტომოგრაფია. ფილტრების ბიჭათული საჭიროდ რა თქმა უნდა. ერთდროულად რამდენი პაციენტის დატოვება შეგიძლიათ კლინიკაში? ჩვენ სტაციონარში ამჟამად დაახლოებით გვაქვს 8-დან 10 წოლამდე და ნუ ამბულატორიის შემთხვევაში პაციენტი მოდის, მიდის, ცხადია, გვაქვს შესაბამისი კრესლოები ეგრეთ წოდებული, სავარძლები ბოდიში და ჩვეულებრივ სტაციონარში, რასაც ქვია სტაციონარი, პაციენტი წვება, 2 საწოლდღე არის, 3 საწოლდღე, თუ რამდენი საწოლდღეც სჭირდება, პაციენტის მართვა ხდება ადრე. თვითონ ექიმების გადამზადება, კვალიფიკაცია? ექიმებისგან ჩვენ მუდმივად ვითარდებით, აი ეხლაც მე მდივარ გერმანიაში გამთენიისას მუდმივად ვითარდებით, მივყვებით ევროპის ონკოლოგთა და ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციებს და ონკოლოგიაში განსაკუთრებული ფუფუნება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ონკოლოგებისთვის, რომ მუდმივად ტრენინგდებით და მუდმივად გვაქვს ეს თუნდაც ESMO-ს, რომელიც არის ევროპის ონკოლოგთა ასოციაცია, მის მიერ ახალგაზრდა ონკოლოგების გადამზადება. შესაბამისად, ჩვენ ამ ჩვენს მიღებულ ცოდნას ადგილზე ვავრცელებთ. მათ შორის ვავრცელებთ ჩვენს ექთნებზე, რომ მაქსიმალურად პაციენტებთან ჩვენ ორიენტირებული ვართ პაციენტების სიმშვიდეზე, სანდოობაზე, ოჯახურ გარემოზე. ძალიან გვიყვარს ჩვენი პაციენტები და ყველა ჩვენი პაციენტი დაგვეთანხმება, რომ აი ოჯახურ გარემოში არიან, ძალიან მშვიდად არიან, ძალიან მოსწონთ, შეიძლება გაგიგვარდეთ ჩვენთან ვიზიტი და აღარ არის ესეც რომ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა არის აი ცალსახად მხოლოდ ქიმიოთერაპია. ხო, ადრე რა თქმა უნდა იყო რუტინა და ამის შიში, რომ აი ამას ახლა რა გაუძლებს. იმიტომ რომ გარემოში მაინც არის გააჩნია ხოლმე სტადია. მე გულისხმობ ურთიერთობა ექიმთან. გარემოს დიდი მნიშვნელობა. ექიმის სიტყვით მოგარჩენს რომ ამბობენ გარემოს დიდი მნიშვნელობა, გარემოსაც მნიშვნელობა აქვს როგორ არის. სადმედი ხარ ყველაფერი ერთ. ქალბატონმა ლალი მაგნიშნა რომ თავარი გადავიდა 8 წელი იყო დედაქალაქში და ახლა გადავიდა ბათუმში. მაინც მოტივი რა იყო თქვენი გადასვლის? პირველესად დააღნიშნო რომ მე თვითონ ვარ აჭარის რეგიონიდან ეს ერთი ქიმია ბათუმის ქიმია და ძალიან მნიშვნელოვანი არის რეგიონში სიმართლე რომ გითხრათ არის საკმაოდ დეფიციტი ონკოლოგების სპეციალისტების და აი ჩემ მშობლების თხოვნაც იყო დაბრუნება ეს უნდა დაბრუნება დაჟინებით რამდენად იყენებთ აი ცენტრის თანამშრომლებს ყოველდღიურობაში აი სადაც 8 წელი იმუშავეთ მუდმივად აქტიურ კომუნიკაციაზე ვარ ძველ თანამშრომლებთანაც ძველ უფროსებთანაც და ცალსახად ნუ ახალთანაც დავისწავლოთ მაინც არის ხო თქვენ სწორად აღნიშნეთ ის დამოკიდებულება რომ აი დედაქალაქიდან როცა ჩადის ექიმი უფრო სხვა დამოკიდებულება აქვს ხოლმე პაციენტების მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ადგილზეც რა თქმა
თქმა უნდა გადამზადებული კადრები იყვნენ და მაინც ადგილობრივი კადრები თქვენთან უფრო ჭარბობენ თუ არის მოწვევა დედაქალაქიდან? ექიმი რეალურად არის ჩამოსული უმრავლესობა თბილისიდან, დედაქალაქიდან. რაც შეეხება უშუალოდ სამედიცინო პერსონალს შედის ექთნები, რომლებიც ჩვენი მარჯვენა ხელია. ექთნებით, აი კონკრეტულად ჩემს დეპარტამენტზე ვიტყვი კლინიკურ ონკოლოგიაში ჩვენ გადავამზადეთ თითოეული ექთანი, უფროსი ექთანი და მორიგე ექთანი ჩვეულებრივ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცენტრალურ ფილიალში იყვნენ, გადამზადნენ ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტების მომსახურებაში, შესაბამისი მედიკამენტების განზავება, დოზირება, ასე შემდეგ. ეს არის გოგოლის ნომერი 2, ეს არის ბონის მიმდებარე ტერიტორია. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები გისურვებთ განსაკუთრებით პაციენტების. და ბათუმს მოკითხვა. და ბევრი გამოჯამრთელებული პაციენტი ლალი ივანიშვილი, თამარ ჯაფარიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და რა თქმა უნდა თქვენს პაციენტებს.